გამარჯობათ, ყმამღარი ცილი მანანაგემ მოგესალმებათ. მოგიყვებით. ეხა ეს მქონა აწეული, მაგრამ იმდენად სასაცილოდ მაქვს აწეულ მდგომარეობაშია ეს, რომ მეთქი ესე ვისა. ესე. კაი, დასამალი არაფერი არ არის. უბრალოდ მარჯვენა მხარეს გავსუქდი. მოგიყვებით გუშინდელ რა შემოცხოვრე. აქ პატარა ავადმყოფიც მყავს, მოკლედ. აი, ჩემი პატარა ბავშვია შემოსული. წეღანს კამი გავრეცხე. დავაყოვდე რომ გაშრეს მეთქი და ეს პატარა ვირთხა ახტაზეთ და გადმოვარდა და სკამი დაეცა პატარა ბარკალზე. ხო და ეხლა ეს ჩემთანა. ჩემი პაწეცი. და ეს დათუნიების და იმების გარემოცვაშია რომ მარტო არ იგრძნოს თავი. სინამდვილეში თვითონ მივიდა მაგ დათუნიებამდე რომ დამჯდარიყო. მატრასზე ვზივარ, ეს კაი რაღაცა არის, ფიქრობ დავიტოვებ ამ მატრასს. ეხლა დამცხართ, ვირო გავიშალე. გუშინდელი ვიდეოს შემდეგ ფაქტიურად რავი, კოშმარული დღე იყო საშინლად თან. გუშინ რომელი ვიდეო დავდე? ეს წამი გადავამოწყო გავიხსენო. საიდან ჩავწერე ვიდეო? ხო, დაბლა რო ვიყავი. ესე იგი ვიდეოს ჩაწერის შემდეგ დავურეკე ექიმს, ნინოს ექიმს, ნუ ჩვენ ექიმსაც. არა, გასქვება არ მიხდება. ნუ ექიმს სადაც ჩვენ კონტაქტი გვაქვს ხოლმე ყოველთვის და გუშინ არ იყო, ანუ ფიზიკურად არ იყო აქ და დღევანდელ დღეს პირველს ნახევარზე ჩავწერე ნინო. რადგან კვილი ჰქონდა ამოსაღები, ანუ ძველი კბილი ამოწია ახალმა კბილმა და თან არ სწურებოდა რა და ეს წინა კბილები არ იყო, აშვის შემდეგ დიდი კბილი იყო. ხო და თან ვიცოდი რომ ანუ როიტყვე ბედი ვცადე რა ჩაწერაზე ეს წამით მას შევიკრავ. აი ესე გამოვიყურები სასაცილოდ თვა შეკრული და აწეული უფრო მძაფრად მეტყობა თუ რა სასაცილოა ხმა ყბა. ხო, ნუ მოკლედ ხა პროფილი შევარჩიოთ. ესე თუ ეს. ხო და მეთქი რა დავიდე ვნახო. აი, ნინო ჩავწერე, დაახლოებით რავი, რომელზე დავრეკე ალბათ 11-12-ისთვის. კიდე გავეხა. ხო და მე ხო წინ დღეებში ვთქვი, რომ ეს კბილი მაწუხებს მეთქი და რაღაცა. მან დარეკვის შემდეგ, სადღაც რავი, ნახევარ საათში, აი, ვგრძნობდი უკვე, რომ რაღაცა არაბუნებრივად მტკივდებოდა კბილი. დავლიე წამალი. სახში მქონა მარტო კბილ გამაყუჩებელი არა, მაგრამ ვიფიქრე რომ ხო, გააყუჩებს მეთქი ანალგინი. ნუ კბილს არ აყუჩებს ხოლმე ზოგადად, მაგრამ რავი. და ნინო გაუშვი რომ მეთქი გადავწყვიტე რომ ხო ეს ანტიბიოტიკი დავლიო თქო. იმიტომ რამდენიმე ხნით ადრე ჩემ რძალს მოვიდა მსგავსი რაღაც და ანტიბიოტიკები დალია. დავურეკე აფთიაქში ნათიას, გავუშვი ნინო მომატანი ანტიბიოტიკი. და ანტიბიოტიკი რო დავლიე, ნუ ეხა ანტიბიოტიკი რას გიშველის, ერთი დავლიე და აი საოცარ ტკივილს გრძნობდი ხალხნო. აი მე აი რო იტყვია რომ შეიძლებაოდეს რომ სპაიდერმენი ვიტკეთლებზე იარო, ეგ მომივიდა რა. ვინც კი რამე მითხარით, ვინც კი რამე მომწერეთ, ვინც კი რამე თქვენი გამოცდილება გამიზიარეთ, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის ხალხო, ყველაფერი გავაკეთე. რამდენადაც არაბუნებრივად მიმაჩნდა ბევრი რაღაცა, მაინც გავაკეთე. იცი როგორ ვიყავი?
საწარკვეთილი ვიყავი. უიმედო მდგომარეობა. მოგოდი ხათა რატო? ანუ გადავლიე ანალგინი. მე მოვძებნე მიგოთხასი. დავლიე. და დავაყოლე კიდე ანალგინი, იმიტომ რომ საერთოდ ერთი წამითაც ვერ ვიგრძენი და ყველა საშინელება გრძნობა რა არიცი, აი გაწვება ხალხნო და მეგონა რომ თვალი და აი ეს ადგილი მوارდებოდა. აი სიმწრის ცრემლები მომდიოდა, საშინელება იყო. ხოდა მეთქი ანუ გადავწყვიტე რომ დღევანდელ დღეს უნდა მივსულიყავი ექიმთან რა, მაგრამ აი გუშინცი რა მომივიდა რომ უკვე აი ჩემი ხელით შემეძლო რომ ეს გადაკრული კბილები ჩამომეხსნა და დავრეკე ექიმთან, მეორე ექიმთან, რომელიც ყველა ვარიანტში აქ უნდა ყოფილიყო სახში. და ესა ხო იცით რევმატოლოგთან რო რეკავს კაცი, სადღაც ივლისში რო რეკავს და ნოემბერში რო ჩაწერენ, ხო იცი? ამ წლის ნოემბერში. აი ეგ მომენტი მომივიდა, რა თქმა უნდა, არც პრეტენზია მაქვს და არც იმის რომ ხა წარმოიდგინე რამდენი გაჭირებული კლიენტი და რაღაცა ყავდა, ცოცხ აი ფიზიკურად ადგილი არ ჰქონდა ადამიანს რომ მივიღე. ოღონდ ხა არ მithქვია რომ ესე მძიმე თუ რაღაცა თუ რაღაცას გამოძებინდა ხა რომ ვიცი რომ არ ქონდა ადგილი, ან პირველი თავისუფალი დრო ჰქონდა 12 რიცხვის პირველ საათზე. გუშინ იყო პირველი რიცხვი. ხო და ანუ არ მithქვია რა რომ ესეთ ერთი რომ აი ჩირქივით და ტკივილს გრძნობ, მეთქი ძალიან ლაითად უთხარი რა, თორე რომ მეთქვა რომ აი ესე უკვე კედლებზე დავდივარ, მეთქი ყველა ვარიანტში მეტყოდა რომ გადმოდი შეგხედავ, გნახავ, გადმოდი რა მოდი. მაგრამ ახლა რომ წარმოიდგინე რომ შეიძლება ჩემზე გაჭირებულია და ვიღაც ადგილას უნდა შეძვრე და შეეტენო რომ იტყვიან ვიღაცების ადგილებს შორის არ ვიკადრე ეგ რაღაცა, თუმცა სიმწრის ფასად დამიჯდა. ხო და მითხრა ანტიბიოტიკი გააგრძელეო და ტკივილი გამაყუჩებელი. მე ვთხარი გავბუჟდი არა, გავიჭყებე ტკივილი გამაყუჩებელი და არაფერი არ ამშველის. მე ვთხარი რა შეიძლება რომ დავლიო და ნიმესილიო. ქალო, იმიგოთხასის დასადალების მაგივრა წადი ნიმესილი იყიდე რა. ხო და ანტიბიოტიკი ხომ მოვატანე ნინოს და მეორედ გავაქციე ნინო ნიმესილზე. ზოგადად გვაქვს ხოლმე სახში ეგ რა, ლაშა უფრო ხმარობს ხოლმე, მე არა, მე წამლებთან ძალიან ისე ვარ. აი ამ მდგომარეობამდე უნდა მივიდე რომ მე წამალი დავლიო, აი გუში როგორც ვიყავ. მე რო წამალი ვეძებო, აი მაგ მდგომარეობამდე უნდა მივიდე. ნიმესილის დალევიდან რაღაც 10 წუთში ვიგრძენი ტკივილის დონე რომ ჩამოვიდა. ანუ ფაქტიურად ეგ დავლიე დაახლოებით რა ვიცი 7-ისკენ. არა. სანამ დაიკეტებოდა 6-ისთვის ისა. და აი 7 რო დაიწყო, მაშინ ვიგრძენი უკვე რომ ცოტა ტკივილი გადიოდა ხალხნო და ანუ დონე და იმდენად ჯერ ხო მაგრამ ტკივდა, მაგრამ აი ერთი დონითაც რო დაეცა ტკივილი ჩემს იყო შვები. მოიდი. ხო და სად ვიყავი? ანუ ნუ მოკლედ 7 საათისთვის უკვე გამივლიდა რა კვილი რა. საშინელება იყო, გახსენებაც არ მინდა. გუშინდელი დღე, ანუ ფაქტიურად გუშინდელი დღე კალენდრიდან უნდა ამოვიღო, იმიტომ რომ გუშინ არ ვარსებობდი რა, თავისუფლად შემიძლია ვთქვა ეგ სიტყვა, გუშინ არ მიარსებია. კიდე კაი რომ გუშინ წირო სტუმრები მყავდა, მაშინ არ მქონდა ეგ მომენტი. დღეს ეხლა რა ხდებოდა გუშინ? ეს კიდე ანუ გამეშალა. გუშინ მქონა ეს ძალიან დასიებული, აი ეს წინა მხარე და ეხაც რომ ვიდებ ხელს, ანუ სიმაგრეს გძვ, აი ეს ნესტო შიგნიდან, აი ეს, ანუ ფაქტიურად დაცმული მაქვს, ისე მაქვს გასიებული, ანუ კიდე ვიზუალურად არ მეტყობა შიგნით როგორც მაქვს და ძალიან დისკომფორტია რა. ხო და წუხელო არის უკვე რომ
გამიარა უკვე მივხვდი რომ მაგრად მეძინებოდა რომ მთელი ღამე ანუ ვიწექი გარეთ ხო თქვი რომ უნდა შევღებო მეთქი და რაღაც რა იშეღებო თან ღამე ეხლა ვფიქრობ ძალიან არ მტკიოდა ღამე მაგრამ ღამე როა ხო ორმაგად გტკივა და ღამე როა ორმაგად აქცევ სხვა სფერაფერს ვერ აკეთებ და რაღაცა გუშინ დღის განმავლობაში კიდე რომ ანუ მაგრად რომ მტკიოდა ნანი მეუბნეოდა რომ იტო ჭურჭელს მე დავრეცხავ რაღაცა ის მაგრამ არა მეთქი მე დავრეცხავ რაღაცას რო ვაკეთებ არ მეფიქრება სხვა რაღაცაზე აი გადართული ვარ სხვა რაღაცაზე და მეთქი მე ვიზავ მაგ ყველაფერს რა და რაღაც ცოტა ხანი გავქაჩე მაგრამ მთლიანობაში პიკს რომ მიაღწია ტკივილმა უძლური ვიყავი სრულიად რავი აი პანიკური შეტევა მქონდა უკვე რა თან ეგ დროს მე თავს ისედაც ვაკონტროლებ ხოლმე რომ არა უკვე იმას მაგრამ აი ლიმიტი ამომეწურა მოთმინების და ის ერთი პაწაწინა დონეზეც რო დამიკლო იმან ტკივილმა ჩემთვის იყო ნეტარები ხო და რომ დავწექი აი რომელ საათზე დავიძინე არ მახსოვს მე როგორ დაწონინო არ მახსოვს როგორ დაწონი ბავშვები არ მახსოვს გავიტიში და დილას 7 საათისთვის გამეღვიძა და ავდექი წავედი სიგრილეში დაბლა და რო გამეღვიძა მივხვდი რომ ეს ტუჩი ანუ აი სადღაც აქ მქონდა რა ეხა ხო მაქვს მაგრამ დილას საოცრად მქონდა და ეს თვალი ეხა ხო მაქვს ესე აი ეს ლოყა გასიებული რომ წარმოვიდგა აი აქ დასვა ანუ თვალში მეგონა რომ რაღაც მქონდა იმდენად მიშლით ეხა გაიშალა ანუ აქედან ჩამოვიდა აქედან გავიდა და ეხა ძირთად აი აქ მაქვს ბუზი საიდან ცხელა შედარებით ნაკლებად მაგრამ მაინც ნუ წავედი დილას აი თან მაგრამ მეზარებოდა მაგრამ თან ერთ სული მქონდა რომ წავსულიყავი ექიმთან დილას წავედი დილას არა პირველს ნახევარზე პირველს 15 წუთზე გავედით მე და ნინო ხო და მე გავიკეთე ხა პირბადე აქვე კი არის რაღაც 5 წუთში ჩავედი მაგრამ მაინც გზაზე დისკომფორტს განვიცდიდი ახლა რომ ესე ხო არ წახვალა რა თუმცა არც ეგ არ იყო პრობლემა დიდად არა კვილია რა ესო დიტოლა ხო არ მიდიხარ ხო და ავიფარე პირბადე ამ სიცხეში რა სიტუაცია იყო იცი ჩამოვიწევი ავისუნთქები ავიფარებდი რა ის რაღაცა ის რამდენიმე წუთით ძალიან საშინელება იყო პირბადეც სიარული და რა უბედურობა იყო კორონას დროს როგორ ვიყავით ხალხი მივედი მივიყვანე ლელასთან ნინო და აი პაციენტი მე შენ ახლა გჭირსო და მე ვუთხარი ეს პაციენტია მაგრამ მე მგონი მე უფრო პაციენტი ვარ მეთქი მე ვუთხარი და რო დავანახე ვაიბედე და რა გჭირს გოგო და მოდი მეთქი ჯერ ამას უშუალოდ ვინც არის ჩაწერილი და მე ზემოდან დაწერილი ვარ პაციენტზე დააწვიდა ნინო სინჯი არ აქვს ივანეს და ბარბარეზე სინჯი მაქვს გაკეთებული და კანონი ხო ეხა რომ ანუ აუქშა რა ამ ოთახში არ მიყვარს ხოლმე და საიდან შემოვიდა მაშინ ხო და ანუ ეხა ხო აკრძალულია ნემს ხელს არ დაგადებენ თუ სინჯი არ მიუტანე მით უმეტეს ბავშვებთან დაკავშირებით და აუ ალერგიული კი არ არის მეთქი მაგრამ არაო რა ხო ეხა ვიცი მეთქი რო არა და აი ის რო არის მოსაყინი ხო იცი ის მიასხა მოდი ნაცნობობით ცოტა მეტის მივასხავო ხო და ცოტა მოუთავისუფლა იმით ნიჩა რაღაცა რო ქვია რა ვიცი და ნინოს შევატყვი რომ ტკივა აი მე მაქვს ეგ თვისება რომ აი სურო აი სიკვდილამდე დამაჭირო ფეხი შეიძლება ვერ არ დავიყვიო და დღეს დავწმუნდი რომ მაგაში ნინომ გავს ხელი მოვკიდე მაგრად მიჭერდა მე ხო მივხვდი რომ ხა შანსია როგორ ვერ მივხვდი ტკივა მაგრამ არ შეიძლებოდა მაგის დატოვება რა ეხა მე ხვალზე მაზე გვერდ წავიყვანდი შაბათამდე იმაზე და კაცმა არც ის რა დონეზე იქნებოდა კიდე იმიტომ რომ ის ახალი კვილი ებრიცებოდა და თან უკვე დისკომფორტი ჰქონდა ძალიან და მოდი ნინო მეთქი ცადოთ თუ ეხა გაუსაძლისად და რაღაცა და აი და გულის წასვლამდე ხა ჯალათები ხო არ ვიყავით რა ხო და აი ესე იქნა ეს ნის რო ისაქნა ძილიდან დრო მოუთავისუფლა და აბაო არ ჩამო ლელა ბავშვებთან არის ძალიან მაგარი რა აი სუსაი საყვალათი ლაპარაკება ხოლმე
აი მოვარგებო ის პლის თანახა პლასკა რომ მოიტანა შვილო მევთხარი ზაქ რაღაც მოვდიოდი პლასკით სახში რა გქონდა მეთქი თან მაცინებდი ვაღიმებდი თან ერთი სული მქონდა დროზე არტკარი ყო რომ მე დამჭდა ხა იქ რომ ჩემთვის ეშველა ხო და ისა აიო მოვარგებო არ ჩამოვქაჩავო უბრალოდ თუ გეტკინებაო ხელს უშობ და წადიო ხო და ნუ მოჭიდა ოდნავ გატოკა და აო ნინო რო თქვა ცოტათი რო ალბათ უნდა ეტკინა რაღაცა პლასკით ეჭირა უკვე კბილი უი მორჩან ანუ მაგ დროს ძალიან თვალებში რო გიყურებს ხოლმე ჩემი რეაქცია აინტერესებს ხოლმე აი ვაიმე რომ მე თქვა რაღაცა შეიძლება უფრო მეტად შეშით ზოგადად ეგეთი რაღაცა აძლიერებს ხოლმე ბავშვებს რავი ჩემი გამოცდილებიდან და ვა მორჩა რა მაგარია უკვე მორჩა დამთავრდა всё გეტკინა всё ეხა გაგივლის ფსიქო ეს რა ქვია თეორიულად უკვე გაუარა ბავშვს და სავლები გამოავლებინა რაღაცა შეუჩერდა ის გაუბუჟდა აბა ნახეთ ხა როგორ აგაქვაბა ის კბილიო რაღაცა და ანუ ეს იყო ახალი კბილის ცოტა აქეთ ეხა ახალი კბილის ცოტა იქითაც იყო თურმე ერთი დიდი კბილი რომელიც სასწრაფო თამოსაღები იყო ოდნავ ტოკავდა კიდეც აი უკანა კბილი ხალხმა აბა სანამ ცოტა გაბუჟებული გაკიდებივა სხავ ეს უფრო ადვილი ამოსაღებიაო დავადოთ აბა ხელიო გინდაო თანო ამას ვეკითხებით ანუ ის კი არა დაბმული ყავდა ზედვაზი ვარ და მე მახშობელობა გაკეთებული და იქ კისერზე აზის არა მაგარი ეგეთ რაღაცებში ნინო კაიო მიდიო მეც ეგ ვარ ვიყავი ხოლმე ის სამშობიაროში რომ მიდიოდი რავი პრობლემა არ მქონდა რა ანალიზები იყო თუ პრაქტიკანტები იყვნენ ჩემთან მოყავდათ ხოლმე ხო და აბა ამასაც მოვკიდებო თუ იგრძნობ რო გტკივაო всё მიდივარ სანამ მიხვდა ნინო რომ იმას ის პლასკას კიდევდა თუ რაღაც არის პლასკა ხო რავიდაც არის უკვე მეორე კბილიც ხელში ეჭირა ექიმს ფაქტიურად რა ნინომ ნემსის გარეშე ამოიღო ორი უკანა კბილი გამოიტანა სახში წამოიღო სახში და მეუთხარი თითო კბილი 20 ლადიანია ოდმავე შეუთხარი შვილო მეუთხარი მე აქ ვიხდი მე რა გავყიდულობ ამ კბილებს აქ ვიხდი და შენ მამა შეუთხარი მეთქი ნაის მე მოვიდა ჩემი ჯერი ნინოს გავსავლებები გამოავლებინა რაღაცა შეუწყვეტა სისხლი ეხა ჩემი ჯერი ну მოკლედ ჩემი დიაგნოზია თუ რაც არის ეგეთია რომ ანუ რამ გამოიწვია მეთქი და გამოიწვია ის რომ ის შიგნით ის შენი კბილი ზიანდება ნერვები კი გაქვს მოკლული მაგრამ იშლება ის კბილი დაშლას განიცდის და ну ინფექცია წავიდა ეს ხო გადაბმული რაღა გადაკრული მაქვს რა და ხელით მოსინჯა რაღაცა და ჯერ უნდა ჩაცხრესო გაგრძელე კიდე ანტიბიოტიკები 5 დღე დამინიშნა ტკივილ გამოუჩებელიც თუ აქ ტკივდება რა თქმა უნდა და ნიმესილი კაია ანთებითი პროცესისთვის და ტკივა დღესაც დავლევა უცილებლად ერთი დავლევა უკვე დილას და თუ აი გავიდეს გაიწოვოს რაღაცა და ნუ როგორც კი შეატყობ თუ რაღაცა და ეხლა რატომ მითხა იცი თუ ახლა კი მეტყოდა რომ აი ხვალზე გმოდი გავაკეთოთ მაგრამ მე ვთხარი რომ თუ შესაძლებელი მეთქი რომ გავაკაჩინო რამდენიმე თვე ამ კურნალობის ფონზე მინდა რომ ერთიანად დავიწყო მეთქი ბარემ და ცალ-ცალ კი აღარ ვიკეთო რა და კაიო მაგრამ როგორც კი შეატყობ რომ რაღაცა უკტკივაო და ან იგივე გიმეორდებაო იმ წამს ჩამოდიო და ამის ჩამოხსნის გარეშე ვეცდებიო რომ უპო ფესვიო და იქიდან გავხრიტო და გაგიხსნი არხსო და გამოგვიშვა ესე იმედიანად გააკეთეო სავლებები გამოგუშინ მითხეს რომ არ გამომევლოს აი საშინელი ტკივილი კი მქონდა მაგრამ არ გამოვივლეს სავლები და არ უნდა გამომევლო თურმე იმ მომენტისთვის ეხა დღეს შემიძლია გამოვივლო სავლები და დღეს ნინოს არა ნინოს ხვალ ასე რომ აი ესე ვიბოდიალე ექიმთან მე მოვედი ძალიან ცხელა ეხლა ერთი პირის არცხი დავრეცხე და ეხლა ველოდები აგრილებას რომ რავი გავიხედე სადღაცას დასალაგებელია სადღაცას ტყებია ალბათ გადასაწმენდი
საჭმელსაც ხო კიტრის წვენი უნდა ჩავდო დღეს. იმიტომ რომ სახლის კიტრი დაკრიფალა შებრა ცოტა დიდები კია, მაგრამ სახლისთვის საჭმელად ჩავდებ. ხო და ერთ სიტყვი და ორი გაგებით რაღაც საქმეები მაქვს, მაგრამ ჯერ აგრილებას ვცელოდები და დილას მინდოდა ვიდეოს ჩაწერა ხახნო, მაგრამ დილას ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. ეხა კიდე არ მიშლის ესე რომ შევი. აი ეს დაჭიმული მქონდა სულ და თვალი მქონდა ნახევრად და კვაზიმოტოს ავით ვიყავი თუ რა ქვია კვაზიმოტო. რაც არის ვინც არის. ხოდე ხარ ცოტა რომ ვიგრძენი შვება. ტკივილთან მტკივა თუ ხელს არ დავიდებ. უბრალოდ მაქვს გაბუჟების და დაჭიმულობის გრძნობა. აი გებცები ეს მაქვს შეულებრივი ბოტოქსივით. აი ესე, იმიტომ რომ ეს ჩემი არ არის, ძალიან დიდია. დაბლაც რო იყოს, შეიძლება რაღაცა ერთმანეთში ჩაჯდეს. ასე რომ ესეც ესე თავარი რაც არის გუშინდელი კოშმარული დღე ჩემთვის დამთავრდა. ფაქტიურად 1 აგვისტო შემიძლია კალენდარში ამოვშალო ჩემთვის, იმიტომ რომ ამოშლილია იქ დღე. არ მინდა რომ არსებობდეს. კბილის ტკივილი მანადგურებს, ერთადერთი რაღაცა რაც მანადგურებს არის ეგ. აი უიმედობა მეწყება. აი თითქოს უსაშველო მჭირს, თითქოს აი ხო რა იგეთი მომენტი მაქვს რომ ანუ აი ეხა რა მეშველება. აი ხა შო დამერხა, დამთავრდა ბოლო, ანუ ეგ ტკბილი რო ტკივდება, ეგ მჭირს. ძალიან ცუდია. ეგი არ არის. მაგრამ იმ დროს ვერ აკონტროლებ. თუმცა ღმერთს მადლობა რომ რაღაცა ეგეთი საკუთარი თავის დამორჩილებაში შემწევს ძალა რა, რომ არ გამექცეს და მეჭიროს. ნებისმიერ შემთხვევაში, ტკივილის შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მომენტის შემთხვევაში, რავი ესე პანიკის შემთხვევაში და ესე. ეს ჩემი ფიქრობ, რომ ძლიერი მხარეა. იმიტომ რომ ბევრ შემთხვევაში უშველია ჩემ თავს მაგაში რა. ბევრ შემთხვევაში საკუთარი თავი დამიჭერია და გადამირჩენია, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად გინდა თუ რაღაცა ფიზიკურად, რაღაცნაირად ხვდები ხოლმე, რომ აი შეიძლება სხვა რაღაცა გამიკეთებინე. მაგრამ ჰოპ, ყავს ვიღაცა შიგნით, ვინც ჰოპ და მიხარია. მიხარია რომ მარტო არ ვარ. მიხარო ბევრი მყავს. აი, დაგეშტობებდი ხა მომავალ ვიდეომდე. ეხა უყურებდი ფილმს სამყაროს ომი. ზოგადად ძალიან მიყვარს აპოკალიფსის შესახებ ფილმები რა და თან ცოტა ისეთი რეალისტური ფილმები. და ამ სიცხეს ვუმკლავდები ასე ცოტა ხნით. წავედი ხა და ბეჭებზე დამაჯდა, აქ როგორ მოკლა. დავედი ახლა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით ხარ. მადლობა იმისთვის, რომ ყველამ თქვენი გამოცდილება გამიზიარეთ და მადლობა ყველაფრისთვის, რომ აი ყველაფერი გავაკეთე. ჩემი გოგო. და თუ ეს ხუტებ. იქ სპეხის ტკივა და დედას ბრალიას კამი დაუდო დედამ ცუდად და გადმოვიდა.